პროტესტი იყო გორის სოფელ ატენში მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა სკოლის ძველი შენობის დროული რეაბილიტაცია მოითხოვეს და თქვეს, რომ ვიდრე ახალი სკოლა აშენდება, მათ შვილებს საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა ადგილზევე უნდა მიეცეთ. მათივე თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად შვილებს იმ სკოლაში, სადაც გადანაწილებულები არიან, აღარ გაუშვებენ, რადგან თქვეს, რომ ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა არაკომფორტულ პირობებში მიუღებელია. მათივე თქმით, არც მეზობელი სოფლის ხიდისთავის სკოლაშია შესაბამისი პირობები მოსწავლეებისთვის. დღეს ატენში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი გია ბერძენიშვილმა ადგილზე მოისმინა მშობლების პრეტენზიები, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეისწავლიან და გადაწყვეტილებაც ცნობილი მაშინ გახდება. ცნობისთვის ატენის საჯარო სკოლა უკვე 3 წელია აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ჰქონდათ დაპირება, რომ ახალი სკოლა აშენდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები ხიდისთავის სკოლაში დადიან, მათ ტრანსპორტირებას კი სამინისტრო უზრუნველყოფს. ჯერ ეს 70 წლის სკოლა არის. რაც არის აშენებული, სახურავი გამოცვლია, ფანჯრები გამოცვლია. შეღებონ და შეუშვან ბავშვები კაცო. დემდე უნაიან სოფლიდან სოფელში. სად დადიან? ხიდისთავის სკოლაში. იქაც მე-4 სართულიდან პირველ სართულზე ჩამოდიან საფიფარეშო არ აქვთ არც იქა. და ნორმალური პირობები არ აქვთ. შეიძლება რაც არის გაკეთებული, აი ესა გარემონტო და შეიყვანონ ბავშვები. იმას რასაც აშენებენ, ის ააშენონ კაცო ნელა-ნელა. 4 სკოლიდან ატენსე 1 სკოლა აღარ აქვს. და ბავშვები ესე დადიან სოფლიდან სოფელში. და გთხოვთ, რომ მიიღონ ზომები, გააკეთონ, შეღებონ, რავი, კედლებია შესაღები თუ რაც არის და შეიყვანონ ბავშვები და ისწავლონ ნორმალურ პირობებში. არ ვთხოვლოთ, რომ არის ევროპული რემონტი გააკეთონ. როგორც არის, რამენაირად შეიყვანონ და ასწავლონ. მოვიდნენ ისინი, რაც გვეტყვიან, როგორ გვეტყვიან და ნახოთ იმის მიხედვით გადავწყვეტ. პრობლემას რა იწვევს, რომ ამ დრომდე არ არის? ვერ გეტყვით. არ გაცნობილ ხარ დოკუმენტებს, პრობლემებს? დაახლოებით ვიცი, მაგრამ ახლა დაახლოებით სათქმელი ხო არ არის რა. დაველოდოთ რა. რადგან